ბევრი შეკითხვა შემოდის თითოეულ გენეტიკურ კოდთან დაკავშირებით და ზოგი მიმტკიცებს, რომ მაგალითად ქართველების ცისფერთვალება ხალხი ვიყავით ან ვართ თურმე და ამ ყველაფერს გეტყვით სიღრმისეულად, რომელი გენეტიკური კოდი საიდან შემოვიდა საქართველოში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვიდეოს დაწყებამდე გეტყვი, რომ ბოლომდე უყურე ამ ვიდეოს და აუცილებლად გააზიარე. იმიტომ რომ წარმოდგენებს შეგიცვლის ზოგადად სამყაროზე. R1B გენეტიკურ კოდს ახასიათებს ცისფერი თვალები. ეს გენეტიკური კოდი არის მიდრეკილი გიგანტიზმისკენ, ანუ ტანად არის ძალიან მაღალი. ეს გენეტიკური კოდი აქვთ კელტებს, სომხებს, სპონდოელ ბერძნებს, არამეელებს, კიმერიელებს, კიმერიელების შთამომავლები, მათ შორის არის სომხები, თათრებში, ბაშკირებში, სელჩუკებში, ესენი ყველანი კიმერიელები არიან და კიმერიელები ცხოვრობდნენ კავკასიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე. შემდეგი გენეტიკური კოდი არის N1A ან N1C, მწვანეთვალება დინჯი ხალხი, მკვეთრად გამოხატული ოთხკუთხედი ყბა, ყარაჩაის ხაზი არსებობს, ასევე არსებობს ფინეთის ტერიტორიაზე ეს გენეტიკური კოდი და ზოგადად ეგრეთ წოდებულ თურქულ სამყაროში ეს მცირე დოზით არის. ცენტრალური აზიის თუ ციმბირის ხაზებში არის დიდი რაოდენობით. უმეტესი წილი ამ გენეტიკური კოდის შემოიტანეს ყმჩაღებმა. მათ შორის დედის ხაზითაც დიდი რაოდენობითაა N გენეტიკური კოდი საქართველოში. შემდეგი ხაზია, რასაკვირველია, J2 ხაზი, შავგრემანი, კეხიანი ცხვირი, სამკუთხედური ყბის მოყვანილობა, ყურების ბიბილო აქვთ ბრტყელი, აქვთ მათემატიკური აზროვნება, ალღო აქვთ ფინანსების შოვნის დიდი. ეს რასაკვირველია სემიტური ხაზია, აქვთ ებრაელებს, სპარსელებს, ბერძნებს, ქურთებს, ურარტყუილებს, რომელთა შთამომავლები არიან ინგუშები და ჩეჩნები. შემდეგ გენეტიკური კოდი არის E1B კოდი, შავგრემანი ხალხია, ხუჭუჭა, მაღალია IQ აქვთ, აინშტაინიც იგივე კოდს ატარებდა, არ გავაგრძელებ, ბევრი ნიჭიერი ადამიანი ატარებდა ამ გენეტიკურ კოდს. ახასიათებს პოლიგლოტობის ნიჭი. საქართველოში ხდება ძირითადად ფინიკიური ხაზი, ანუ ეგრეთ წოდებული სეფარდი ებრაელების ხაზი. სეფარდი ებრაელები არიან მამით ფინიკიელები, დედით ებრაელები. შემდეგი ხაზი არის G2 და ზოგადად G კოდი, თაფლისფერი თვალები, ექიმობის ნიჭი, რა ვიცი, ბევრი საქმიანობის ნიჭი, მაგრამ სამწუხაროდ ფინანსებთან მიმართებით ქართველები ვართ არანიჭიერები ბრჭყალებში, მცირე თანხებს შოვლობთ და ბევრს ხარჯავთ. ეს არის ბრჭყალებში ჩვენი ნიჭი. შემდეგი ხაზია R1A, ცისფერთვალება მაღალი ხალხი, სლავები და ალანები, დაახლოებით იგივეა რაც R1B. სამეცნიერო კუთხით არიან ძლიერები, მეცნიერები, ფილოსოფოსები და ასე შემდეგ. შემდეგი გენეტიკური კოდი არის I2, ოდნავ დაბალი ტანის, ბოლოში აწეული აპრეხილი ცხვირი, ბალკანეთის ხაზია და ეს გენეტიკური კოდი ასევე გამოირჩევა ხელოვნების დარგში, სიძლიერით, მსახიობობა, მხატვრობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მრავალმხრივ ნიჭიერია. შემდეგი გენეტიკური კოდი არის J1 ხაზი, აქაც J2-ს მსგავსი ფორმებია, შავგრემანი, კეხიანი ცხვირი, სამკუთხედური ყბა. ოღონდ ერთი განსხვავება, აი ცხვირის ნესტოები, აი დააკვირდით, ცხვირის ნესტოები აქვს შეკეცილი ფორმის, აი შეკეცილი, კეხიანი და შეკეცილი ფორმის და ოდნავ უფრო წვრილი ცხვირის მოყვანილობა აქვს. არსებობს არაბული ხაზი, არსებობს ავარული ხაზი, ბევრი მულტიმილიონერი თუ მულტიმილიარდერი გვინახავს აი ამ კოდით. შემდეგი კოდი, რა თქმა უნდა, ისევ ქართული ხაზი, L გენეტიკური კოდი, მესხური ხაზი, ცხვირის ხრტილზე აქვს ეგრეთ წოდებული არწივისებრი მოყვანილობა, ანუ არწივისებრი რაღაცა კაუჭი, გამოირჩევა ექიმობის ნიჭით და ასე შემდეგ, მაგრამ ინჟინერული ნიჭით ძალიან გამოირჩევა რაღაც ხიდების თუ რაღაც გამოქვაბულების გაყვანა შეუძლია ძალიან მარტივად.